ბელგიური აგურის ფილებით მოპირკეთებული სასახლე ბეთანიის ტყის პირას. ტიუდორების სამეფო დინასტიის არქიტექტურის გავლენით აშენებული ეს ციცაბო გადახურვის მქონე შენობა თბილისთან ახლოს უკვე დგას და გარემონტებულია. დარჩენილია მხოლოდ ეზოს გარეთა ნაწილის მოპირკეთება. შაბათის ეთერისთვის ჭიშკარი იკეტება, თუმცა აეროგადაღების კამერა გვაძლევს საშუალებას ვნახოთ, რა აშენდა ბეთანიის ფოთლოვანი ტყის პირას. ინგლისური სტილის შავი ფანჯრებიდან გასაოცარი ხედი იშლება. აქ ჰორიზონტზე მხოლოდ ტყეა. უელსის მმართველი დინასტიის არქიტექტურის გავლენა სახლს ყველა წვრილმანში ეტყობა. გვიანი შუა საუკუნეების ინგლისური არქიტექტურის ქართულ პროტოტიპზე, როგორც ჩანს, მდიდარმა დამკვეთმა დიდი ხანი იფიქრა. მხოლოდ ფასადზე იმდენი შტრიხია, რომ რთული გამოსაცნობი არ არის, რა ფული დაჯდა ეს ყველაფერი. სახლის უკანა მხარეს დაწნული ლითონის ღობეა. ტყის ხედს, სუფთა ჰაერს და ჩიტების ჭიკჭიკს წინაღობა, რომ არაფერმა შეუქმნას. დრონით გადაღებულ მასალაში ჩანს ეზოდან ტყეში პირდაპირი გასასვლელიც. მორჩა ყველაფერი თუ თქვენ წინ დარჩა მარტო ეს? წინ უნდა გამოვიდე კიდე. თქვენს გარდა ხა შიგნით არავინ არ არის? არა. და შიგნით თქვენ იმუშავეთ თუ სხვა ვინმე? არა, სხვა. სხვა მემუშავეთ. შავი ალუმინის ალათები ორმაგი მინაპაკეტით, ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავებული ხის პანელები, შავი მეტალოკრამიტი და ლითონის კოლონები. არქიტექტორებმა დამკვეთის ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულეს. 4 აივანი, 4 საძინებელი, 3 სველი წერტილი, საგარდერობე, ტერასა, საწყობი, ტექნიკური ოთახი, სამრეცხაო, ავტოფარეხი, ჯამში 300-ზე მეტი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და უზარმაზარი ეზო, ოფიციალურად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, უკვე ყოფილი მოადგილის, თამარ მელიქიშვილის სახელზეა გაფორმებული. თუმცა შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით მელიქიშვილი ფიქტიური მფლობელია და ეს სახლი სულ სხვა მოქმედ მაღალჩინოსანს ეკუთვნის. ბატონ თამარ, ბეთანიის სახლზე მინდა გკითხოთ. ჩემი სახლია. თქვენ რატომ მე ხო არ დამისვახ ჯერ კითხვა თქვენი სახლია თუ არა? ხო, მაგრამ რატო გაინტერესებთ? მერიის ყოფილმა ჩინოვნიკმა წინასწარ გვიპასუხა კითხვაზე, რომელიც ნამდვილად უნდა დაგვესვა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ბეთანიის სასახლის რეალური მფლობელი კახა კალაძის მარჯვენა ხელი თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძეა, რომელმაც ქონება ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა. ადგილზე დასაქმებულ მუშას გადაღების დროს ჩვენ ვკითხეთ, ვინ არის მისი დამკვეთი, ვის სახლსაც არემონტებს. ქალბატონ თამართანო არ არის? თამართან? მე პატრონიას არიცნობთ? არა, მე ვის დამავალა ირაკლი არის ბატონი ირაკლი? მეგონი მაგის არის, მე მგონი. ხმალაძის ხო? ანუ თქვენ ქალბატონ თამართან არ გაქვთ შეხება? მხოლოდ ბატონ ირაკლისთან. არც ირაკლისთან არა. აბა ვინ დაგავალათ? ბესო ჯაოშვილმა, პრარაბია და რაღაც საქმე. ბესო ჯაოშვილმა. მეთხრა რომ გაიყიდე სახლიო, მგონი ირაკლისი არ ვიცი, მე თვალთან ვნახე. უბრალოდ გითხრეს რომ ხმალაძის სახლია ხო? ამის შემდეგ მუშას მშენებლობის ზედამხედველთან დაკავშირებას ვთხოვთ. ახლა ეგრეთ წოდებულ პრარაბს ვურეკავთ. არ ვიცნობ ესეც შემოქრება. ვის არ იცნობთ? არ ვიცნობ ესეც არავის. თქვენი ნომერი მოგცეს აქ მუშაობს სახლში ახლა. არა შემოქრება. თქვენ პრარაბი არ ხართ ამ სახლში? არა. ანუ თქვენი ნომერი მუშას შეცდომით აქვს? შეიძლება. შეიძლება? აბა რასაკეთებთ თქვენ? ეკიპთან რა გახოცებთ? თამარ მელიქიშვილმა, ვისაც სასახლე ოფიციალურად არის გაფორმებული პოსტი თბილისის მერიაში 2023 წლის იანვარში დატოვა. ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 28 მარტს შეავსო, ის უთითებს, რომ აქვს სესხი ბანკში 25,000 ლარის ოდენობით. მერიდან წამოსვლის შემდეგ 2023 წლის 25 დეკემბერს კერძო პირისგანაც ისესხა კიდევ 10,000 ლარი. ბიძამ და ბებიამ 9,000, მშობლებმა კი 10,000 აჩუქეს. ახლა ჩნდება კითხვა, თუ სასახლე ბეთანიაში ნამდვილად მას ეკუთვნის, საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ როგორ მოაგროვა 1,200,000, რომ ეს უძრავი ქონება სესხის გარეშე შეეძინა. საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ამ ხელა ქონება რითი შეიძინეთ? თუ თქვენი სახლია დაგაშვათ. 2 წელი არ ვიმყოფები საჯარო სამსახურში. რამდენი ბოდიში? 2 წელი. ზუსტად მაგას გეკითხებით, იქიდან წამოსვლის შემდეგ ამდენი ფული საიდან გაქვთ, რომ ბეთანიის სასახლეში? მაქვს ჩემი საქმე. მაქვს შემოსავალი და შემიძლია მოგვა დამოუკიდებლად ქონებრივი გადაწყვეტილება. თქვენ რა შეგანით? ანუ წანისი ვილა რეზიდენში იმ ხელა ხელფასი გაქვთ, რომ ბეთანიის სახლი იყიდათ? თქვენ რა შეგანით? გეკითხებით, საჯარო მოხელე იყავით, ქალბატონ თამარ? ვიყავი საჯარო მოხელის პირობებში რაოდენობებით. ქონდა შევასრულე, ბატონო, მაგრამ თქვენ რატომ ეკითხებით? ნახეთ.
თამარ მელიქიშვილის ერთადერთი განმარტება არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საქმე არ არის. ამიტომ სამეწარმეო რეესტრში გადავამოწმეთ. მერიიდან წამოსვლის შემდეგ ხომ არ დააფუძნა კერძო კომპანია ან ხომ არ გახდა რომელიმე კომპანიის თანამფლობელი, რაც ამ მოკლე დროში მილიონიან შემოსავალს მოუტანდა. საჯარო რეესტრში ასეთი მონაცემები არ იძებნება. მელიქიშვილი არც ინდმეწარმეა და არც კომპანიის მეწილე. მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა 2023 წლის ჩათვლით მისი სრული შემოსავალი. ის წერს, რომ ასეთი შემოსავალი მერიისგან მიიღო. ერთი თვის გასამრჯელო 2736 ლარის ოდენობით. სხვა სახის შემოსავლები დოკუმენტში არ ჩანს. თამარ მელიქიშვილის LinkedIn-ის თანახმად მან მერიიდან წამოსვლის შემდეგ მუშაობა VR Holding-ის სტრატეგიული პროექტების მენეჯერად 2023 წლის აპრილში დაიწყო. 2 წელიწადში მას სწორედ აქ მიღებული ხელფასით უნდა შეეგროვებინა 1.200.000. ამისთვის კი კომპანიაში მელიქიშვილის ხელფასი თვეში 64,000 ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო, საიდანაც ხელზე დაახლოებით 48,000 აიღებდა. ესეც მაშინ იქნებოდა ბეთანიის სასახლის შესაძენად საკმარისი, თუ სხვა არაფერში 1 ლარსაც კი არ დახარჯავდა. იქაც გვითხრეს ადგილობრივმა მუშებმა, რომ ხმალაძე აკეთებს ამ სახლს და რა საჭირო იყო ხმალაძე მალავს? ონებას თქვენ სახელზე. სახლში არ ყოფილვარ თქვენთან სადარბაზო შევესწავლეთ. ავით გუშინ ბრძანდებოდი. კარზე დავაკაკვე, სახლში ნიშნავს სახლში შესვლა. თამარ მელიქიშვილმა ჩვენ შესაბამისი შემოსავლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ მოგვაწოდა. რადგან თავად არ გვეუბნება, ამიტომ კომპანიაში მივდივართ იმის დასაზუსტებლად, რა პოზიციაზე მუშაობს აქ მელიქიშვილი და შესაძლებელი იყო თუ არა აქ მიღებული შემოსავლით 1.200.000-ის მოგროვება. მაგრამ აქ მუშაობს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომელი. ხო, მაგას გულს. რა პოზიციაზე თამუნა? თამუნასთან? არა, რა პოზიციაზე მუშაობს, შეგიძლიათ მითხრათ? თამუნა ისე ზუსტად რა პოზიციაზე მუშაობს? არიცით, რა ფუნქცია მოვალეობები აქვს, არიცით? არა. სიმბოლურია, რომ ეს ადამიანი ახლა ამხელა თანამდებობიდან წავიდა სამშენებლო ბიზნესში, დეველოპერულ ბიზნესში და ესეც კიდევ ერთხელ კარგად და ცხადად აჩვენებს, რამხელა კავშირია მერიასა და მშენებლებსა და დეველოპერებს შორის. და როგორც ჩანს, ახლა ერთის მხრივ ეს ადამიანი მეცარგებელს მიიღებს, ხოლო დეველოპერები, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მარტივად დაალაგებენ ამ ადამიანის მეშვეობით კალაძესთან, ხმალაძესთან, არ ვიცი, თბილისის მერიასთან, ყველა პრობლემურ საკითხს, რომ კიდევ უფრო მეტი მილიონი იშოვონ თბილისელების საცხოვრებელი და ურბანული პირობების გაუარესების ხარჯზე. ირაკლი ხმალაძე თბილისის მერიის გავლენიანი მაღალჩინოსანია. ის კახიკალაძის გუნდში ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრობის დროს მოხვდა და თბილისის მერიაშიც ერთად გადმოვიდნენ. საკრებულოს დეპუტატების ინფორმაციით ხმალაძეს მერიაში სწორედ ის მრავალმილიონიანი მშენებლობების პროექტები ეხება, რომლებიც ხშირად დაპირისპირების საგანია. ყველა სადაო პროექტი, რომელიც ქართული ოცნების სპონსორ ბიზნესმენებში აქვთ, საკრებულოში განსახილველად სწორედ ხმალაძეს მიაქვს. გვიყვება დეპუტატი ირაკლი ნადირაძე. სად წაიღონ ხალხის მოპარული ფული, ხალხისთვის მოპარული ფული, არ იციან და დაკავებულები არიან, რომ ახალ-ახალი ფეშენებელური ვილები აიშენონ, ხან მიზე გააფორმეს ხონება, ხან მიზე აფორმებენ, ხან სიდედრებზე, სიმამრებზე, არ ვიცი, უბრალოდ მეჯვარეებსა თუ ნათესავებზე, შორეულ ნათესავებზე და შემდგომში ალბათ იმის იმედი აქვს, რომ ამას ვერავინ ვერ იპოვის და ვერავინ ვერ აღმოაჩენს, მაგრამ თქვენთვის აღმოუჩენელი პრაქტიკულად არაფერი არ რჩება. შაბათის ეთერმა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე მიაყვლია ინფორმაციას, რომ რეზიდენცია ბეთანიის ტყეში გასაყიდად 2 აპრილს იყო გამოტანილი. მისი ფასი ჯერ $550,000 იყო, შემდეგ კი $540,000-მდე შემცირდა. ჩვენ მოვიპოვეთ ნასყიდობის ხელშეკრულებაც. დოკუმენტი მერიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და სახლის მფლობელს შორის 10 აპრილს არის გაფორმებული. აქ წერია, რომ სახლი საბოლოოდ $90,000-იანი ფასდაკლებით $450,000-ად გაიყიდა. გადახედეთ ჩემს განათლებას. განათლება რა შუაშია? ფინანსურ შესაძლებლობებზე გეკითხები. თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი განათლება. მე არ ვიცი როგორ გაიყვალეთ თქვენი გზა ცხოვრებაში, მაგრამ მე ესე გავიყვალე. ვისწავლე, ვიმეცადინე, ვიმუშავე, გამოცდილება დავაგროვე და მილიონიანი ქონება მაგით შეიძინეთ. იცით რამდენი ადამიანი სწავლობს? მაგრამ მაგდენი საშუალება არ აქვს, რომ ბეთანიის სასახლეები იყიდონ მაგალითად. ის რომ ბეთანიაში სახლის რეალური მფლობელი ირაკლი ხმალაძეა, ამის შესახებ ინფორმაცია აქვს თბილისის საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძესაც.
რომელიც ვიცე-მერის საეჭვო გარიგებებს წლები ასწავლობს. როგორც ჩანს, ახალი საყვარელი ადგილი გახდა ბეთანია ქართული ოცნების მაღალჩინო ოცნებისთვის. ჩანს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ფაქტიურად ერთ-ერთი ძალიან კარგი ტერიტორია თავისი აშენებული ფეშენებელური ვილით ფორმდება ერთ-ერთ ადამიანზე, რომელიც აკავშირებულია ირაკლი ხმალაძესთან. ყოველ შემთხვევაში ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი მოცემულობა და არ არის გამორიცხული, რომ მანამ სანამ გადაიფორმებდა დიდი ხნით ადრე უკვე მისთვის შენდებოდა კონკრეტულად. ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც მილიონიანი სასახლის ყიდვა-გაყიდვის დროს გაფორმდა, წერია, რომ მელიქიშვილს 10 აპრილს უძრავი ქონების თანხა $450,000, რაც იმდროინდელი კურსით დაახლოებით $1,200,000 ლარი იყო, სრულად ჰქონდა გადახდილი. სახლი ბანკში იპოთეკით არ არის დატვირთული და ასეთი სოლიდური თანხის წარმომავლობის შესახებ მელიქიშვილმა ვერც ვერანაირი ინფორმაცია მოგვეწოდა და ვერც დოკუმენტი წარმოგვიდგინა. დეკლარაციაში გიწერეთ, რომ მშობლები და ბიძა და ბებია გეხმარებოდნენ. ანუ ფულადი რეხმარება გაგიწეს, საჩუქარი გაგიკეთეს. განათლება რა შუაში ქონებასაც გადავხედეთ თქვენსას. თუ კიდე კითხვები გექნებათ შენ. კი, გადავხედე ყველაფერს. აი რა გქონდათ მანამდე, ვიდრე საჯარო სამსახურიდან წამოხვიდოდით, რა ქონება გქონდათ? ასეთი ფინანსური მდგომარეობიდან ერთ წელიწადსა და რამდენიმე თვეში $1,200,000 ლარის ღირებულების ქონება იპოთეკისა და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე შეიძინა. რადგან ყოფილი საჯარო მოხელე დეკლარაციაში მამას მისი შემოსავლების ერთ-ერთ წყაროდ თავადვე უთითებს, ვცდილობ დავადგინოთ ამ თანხის წარმომავლობაც. კითხავთ დეკლარაციაში თამარს უწერია, რომ თქვენ აჩუქეთ $10,000 ლარი. კომენტარი შო საიდან გქონდათ ეს? სადმე მუშაობთ ბატონ ზურა? სადმე მუშაობთ? არ მუშაობ, როგორ ფიქრობ? არა, რა აჩუქეთ მაშინ გეკითხებით. ხო, სად მუშაობთ? ანუ უმუშევარი ხართ, როგორც ვიცით. თამარ მელიქიშვილის მამასთან რამდენიმე წუთიანმა კომუნიკაციამ დაადასტურა მთავარი. ოჯახმა ბეთანიის სასახლისა და მასში გადახდილი $1,000,000 შესახებ არაფერი იცის, რაც ცოტა არ იყოს დაუჯერებლად ჟღერს. თუ ყველაფერი რიგზეა, რა პრობლემაა რომ მითხრათ? ანუ არ გიჩუქებიათ სინამდვილეში? ეს $1,000,000 ქონება საიდან იყიდა ქალბატონმა თარა? ბეთანიაში სახლი რომ იყიდა, იცით? არ იცით? სასახლე რომ იყიდა თქვენმა შუმა ბეთანიაში არ მართლა არ იცით ბატონ ზურა? ირაკლი ხმალაძე ბოლო მედიისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი დეკლარაციის თანახმად უსახლკაროა. მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად ვოლსკის 5 ნომერშია. მონიტორმა დაადგინა, რომ ხმალაძე კომპანია VR Holding-ის სახელზე რეგისტრირებულ პენტჰაუსში ცხოვრობს, რომელიც $100,000 ლარი ღირს. მანქანა გადაიყვანეთ, გეუბნებით. და ფეხით ვიდგე გარეთ. შესულაში, გამოსვლაში. როცა შევუშლი გავიწევ. ეხლა უშლი. არა, აბა მანახეთ ვის უშლი. თბილისის ვიცემერმა ამ დროს სავარაუდოდ უკვე იცის, რომ მას შაბათის ეთერი ელოდება. დღის პირველ საათამდე ლოდინის მიუხედავად ხმალაძე სახლიდან არ გამოსულა. ფოტოვის გაუგზავნეთ არ მეუბნებით? ჩვენი ფოტო, ჩვენ რომ გადაგვიღეთ მანქანას. ბევრ რაღაცას უღებ აქ ფოტოს. არა, ჩვენს მანქანას უღებდით და გააფრთხილეთ თუ რატომ? რომ აღარ ჩამოსულიყო სამსახურში აღარ მიდის მაგის გამო? დედაქალაქის მერის პირველ მოადგილეს ვურეკავთ. ვიცემერმა არ ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა. ვურეკავთ ირაკლი ხმალაძეს, რომელიც არ პასუხობს ჩემს ზარებს. ეს ბეთანიის სახლის საკადასტრო ნახაზია. წითლად ხედავთ მიწის ნაკვეთს, რომელიც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის სახელზეა გაფორმებული. ყვითლად არის მონიშნული მერიის ანუ სახელმწიფოს კუთვნილი მიწა. თვალნათლივ ჩანს, რომ ღობის ნაწილი სწორედ მერიის მიწაზე გადის, ანუ მერიის საკუთრება ეზოშია მოქცეული. ამ სახლს პრობლემები ქონდა იცით, ქალბატონ თამარ, თუ არც იცით დოკუმენტაციაში არ ჩაგეხედავთ? გალავანში შიგნით რომ არის სახელმწიფო ქონება მოქცეული, იცით, ტყის ნაწილი? იცით ამის შესახებ? ბატონო? გალავანში არის მოქცეული სახელმწიფო ქონება, ტყის ნაწილი. ჩემი საქმე არ არის. სახელმწიფო ქონება რომ მიითვისეთ, ჩემი საქმე არ არის, მაგას ამბობს. გალავანში შიგნით არის სახელმწიფო ქონება, ტყე, ქალბატონ თამარ. არ გავაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. ეს საკითხი თქვენ არ გეხება. მე არ მეხება. ნუ მივარდებით. ანუ გარანტირებული გაქვთ რომ არავინ არაფერს არ გეტყვით და ამიტომ გააკეთეთ ეს? გარანტირებული არაფერი. თქვენ უნარვებთ მაგაზე. ფაქტია, რომ ის დიდი გალავანი, რომელიც ამ ვილასა გარშემოდგმული, თუ ჩავხედავთ ჩვენ საკადასტრო საზღვრებს,
არ ემთხვევა, ჩანს რომ ფაქტიურად გადასული არის მუნიციპალიტეტის სახელმწიფოს საზღვრებზე და შესაბამისად რომ არა ეს ვიღაც გავლენიანი მაღალჩინოსანი ქართული ოცნების ან მერიის შესაბამისად მივიდოდა მუნიციპალური ინსპექცია, აუცილებლად დააჯარიმებდა, აუცილებლად ამღობესაც დაანგრევინებდა და დიდ ჯარიმასაც გადაახდევინებდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს როგორც ჩანს არ ხდება, რატომ? იმიტომ რომ საქმე გვაქვს ასაგებია რომ მერიის მაღალჩინოსათან და კალაძე მეტი ფული იშოვა თუ ამ ადამიანმა ეს სადაო საკითხია, იმიტომ რომ ჩართულია თავიდან ბოლომდე ძალიან დიდ გარიგებებში და ამას ამბობენ მშენებლები, დეველოპერები, რომ როგორც დეველოპერი ფაქტიურად მშენებლობებში უკვე ისე შედის ეს ადამიანი. ასე გამოიყურება ბეთანიის რეზიდენციის შიდა ინტერიერი. კედლები და ბუხარი შავი ფართო ფორმატიანი კერამოგრანიტით არის მოპირკეთებული. ძველი აგურის იმიტაცია და ტანმაღალი ვიტრაჟები მისაღები ოთახის სახასიათო შტრიხია. ამ სახლის ყოფილი მფლობელი სამშენებლო კომპანია Viva Development-ის დამფუძნებელი ვახტანგ ვარდოშვილი გახლავთ. Viva Development-ი კი თბილისის მერიასთან ერთობლივ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. ვარდოშვილს ჩვენ იმის გასარკვევად ვურეკავთ, სახლი, რომელსაც $540,000 ყიდდა, ვიცემერის ფაქტორის გამო ხომ არ გაყიდა სპეციალურ ფასად $90,000 ფასდაკლებით. Ქვენს ბეთანიის სახლზე მინდა გკითხოთ, რომელიც გაყიდეთ, ბატონო ვახტანგ. გაიყიდა უკვე. კი, ვიცი რომ გაიყიდა. სხვა რაღაც უნდა გკითხოთ. ირაკლი ხმალაძესთან ინტერვიუ შეთანხმება ან მისი პოზიციის წერილობით მოპოვება ჩვენ თბილისის მერიის პრესამსახურის საშუალებითაც ვცადეთ, რომელმაც ხმალაძესთან გასაუბრების შემდეგ გვიპასუხა, რომ ვიცემერს შაბათის ეთერთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს. იგივე პრესამსახურის საშუალებით ხმალაძეს არ მოუწერია, რომ სახლი ბეთანიაში მას არ ეკუთვნის. განმეორებით დასმულ ჩვენს ამ კითხვაზე საპასუხოდ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა იგივე პასუხი დაგვიბრუნა. ხმალაძეს გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისთან თანამშრომლობა არ უნდა.